აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დღეს ფოთს სტუმრობდა. ფოთის მერთან და სამეგრელო ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ფოთის ახალი რაიონის დევნილთა კომპაქტური ჩასახლება დაათვალიერა, სადაც შეხვდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას, მოისმინა დევნილთა საჭიროებები, მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და სამომავლო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. Evandel შეხვედრამ ჩაიარა ძალიან კარგად. ბატონმა გიორგი მოისმინა ის პრობლემები, რაც დასახლებაში გვაწუხებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში შეძლებს ამ პრობლემების აღმოფხვრას. აფხაზეთის მთავრობის უმნიშვნელოვანესი მიზანია ვიცოდეთ საქართველოს სრული ტერიტორიის მასშტაბით ჩვენი კომპაქტური ჩასახლებების გამოწვევები და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაციით ვეცდებით აღნიშნული პრობლემატიკა გადავჭრათ დროულად. საინტერესო და გულწრფელი შეხვედრა გქონდა დროებით დევნილ მოსახლეობასთან, აფხაზეთის მთავრობის ახალ ხელმძღვანელთან გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ეს პრობლემები, რომელიც დროებით დევნილ მოსახლეობას აწუხებს და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, ერთობლივად სასიკეთო საქმეს გამოხორციელებს.